ესე იგი, ჩვენ წინა კვირას დავიწყეთ განვაახლეთ მოკლედ ჩვენი საკვირაო სკოლა. რადგანაც წინა კვირას ყველას გაფრთხილება ვერ მოვასწარე, ვისაც სურვილი აქვს ხოლმე რომ მოვიდეს და დაესწროს ამ ჩვენ საუბრებს. ამიტომაც მაშინ ჩავატარეთ რაღაცა ისეთი შესავალი ლექცია იყო ამისა, ვინც ესწრებოდით ალბათ გახსოვთ რომ რაღაცა დავიწყეთ პირველივე, თუმცა კი დღესაც შეიძლება ვერ გავწევთ ჩვენ პირველივე მუხლს წამსისას ეს საუბარი როგორ მოიტანს იმის მიხედვით, ეხლა მე დავინიშნავ დროს მაინც რომ არ გადავაშორო აკადემიურ საათს. და გულისხმობდი რას, რომ შესავალი იყო, რომ რაღაცა ბევრი რამე მიმოვიხილეთ თქვით რაღაცა შესავალი სიტყვები, მაგრამ მე კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ახალ სახეებს ხედავ, წინა კვირას ვინც არ იყო და ვფიქრობ, რომ საწოდნელია ერთი რამ წამსის შესახებ. მე აქ ამობეჭდილი მაქვს ფურცელზე რამდენიმე ვერსია კი არა და ერთი ვერსია, უბრალოდ რამდენიმე ვარიანტი. ვაიმე, უღმა ვალაპარაკობ. რამდენიმე კოპიო მის წამსისა, რომ ვისაც შეგნება დაგირიგებთ, რომ თან ტექსტ ჩახედოთ, თუ სურვილი გაქვთ. დასო იქნებ შენ გააკეთო ეს ამბავი. ეს ირინეს დამსახურებაა მან ამოგუგეჭდა. რა მინდოდა მეთქვა ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ ამან არასდროს არ უნდა შეგაშინოთ. არის რაღაცა ტექსტები, რომელსაც ჩვენ ვერ ვგებულობთ. მაგრამ დრო არის რომ აი წინა შეხვედრაზე თქვი და გავიმეორებ რომ დრო არის რომ რაღაცა სინათლეს თვალი გაუსწორო. თუმცა კი სინათლეს რომ თვალი გაუსწორო, ამას ჭირდება რაღაცა გარკვეული დრო. მაგალითად, თუ დიდხანს იჯექი ბნელ ოთახში და გამოხვედი მზის სინათლეზე, გარკვეული დროის განმავლობაში შენ უნდა შეაჩვიო თვალი ამ სინათლეს, პირდაპირ თვალს ვერ გაახეთ. ამიტომაც ამ შესაბამისობიდან გამომდინარე. თუ კი ჩვენ გონია რომ რახარმე ეხლა ეკლესიაში დავიწყე სიარული, დღეს მოვედი თუ გუშინ მოვედი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა მე რასაც წაიკითხავ, ყველაფერს გავიგებ, ყველაფერს შევიმეცნებ, ყველაფერს ზუსტად ისე გავიგებ, როგორც არის დაწერილი. კიდე მაქვს თუ იმეს უნდა. ხელი აწიოს თუ იმეს უნდა და მივაწერო. წამსის ტექსტია ჩვეულებრივ ესე რა. წამსია მეტი არაფერი. უბრალოდ რა არის, იცი როცა ვილაპარაკებთ თვალის გაყოლების ამბავ, მეტი არაფერი. კი ბატონო. ამიტომ დრო არის რომ თვალი გავუსწოროთ მეთქი ამ სინათლეს. ასე დავიწყეთ წინა შეხვედრა და ახლაც ასე ვაპირებ რომ გვაქვს ჩვენ ტექსტები, აი მაგალითისთვის უთქვამს ძალიან ბევრს რომ ბიბლიას ვკითხულობ და არ მესმის. წმინდა წერილს ვკითხულობ და არ მესმის. რაღაც ახალ აღთქმას, ძველ აღთქმას, რაღაც აი ლიტურგიაზე ვდგავარ და არ მესმის. ამიტომაც იცოდეთ რომ ეს არ ხდება რაღაცა ესეთი ჯადოსნური ფორმულა ჩვენ არ გაგვაჩნია, რომ ერთი ხელი გაატკაცუნო ესე და იმ წამსვე შენ ყველაფერი გაიგო, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. მე მიუხედავად იმისა რომ სტაჟით თქვათ დაახლოებით 22 წელიწადია რაც სასულიერო პირი ვარ, დაახლოებით, იმიტომ რომ დიაკვნას მაკურთხეს 2004 წელს. იქამდე 8 წელი მე დავითნე ვიყავი, რომელიც ყოველ შაბათ კვირას გაუცდელად, ესე იგი, კითხულობს, ყველა საკითხავს აბსოლუტურად, რაც იკითხება იმაში ხო ტაძარში. მიუხედავად ამისა, ამ სტაჟისა, რაც ახლა ჩამოგითვალეთ, არ არის შეიძლება ყველაფერი შედარებითია, ხო იცით ახლა. ვიღაცისთვის შეიძლება დედა რამდენი სტაჟი, ვიღაცისთვის შეიძლება სასაცილო იყოს საერთოდ ახლა 22 წლიანი სასულიერო პირობა კი არა, ხალხს ვიცნობ, ახლა პატრიარქ ჩვენი 62 წელია პატრიარქი, რაც ეპისკოპოსია მარტო, იმაზე აღარ ვლაპარაკობ პირობაზე. ამიტომ იმასთან მიმართებაში არაფერი არ უნდა, ვიღაცასთან მიმართებაში ხო ბევრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს ტექსტები, რომლებიც მე არ მესმის კარგად. აი მიახლოებით ჩინას ვგებულობ, მიახლოებით წარმომიდგენია რას გულისხმობს და მე ზუსტი მისი ტექსტი არ ვიცი. და ამასთანავე მოვიტანე კიდეც ეს შედარება, რომ რამდენი წელიწადია ჯერ მე დავითნე ვკითხულობდი და მე გლობალში ვისმენ ამ ტექსტს და უცბად რომ განათდება, გონება ვაიმე ეს ხო ეს აი ესეთი წუხრის ლოცვაში არის ერთ-ერთი ფსალმონის სტროფი. სახმილავიდან განთიადისა მიმწუხრამდე, სახმილავიდან განთიადისა, ესევდით ისრაელი უფალსა. ხო და არასდროს არ დავფიქრე, რომ დავფიქრდ, იცით რა არის?
რადგან ჩამოვარდა საუბარი კი გამექცა თემა სხვაგან, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ არ დაგტოვოთ იმაში აქია. სახმილავი იყო საყარაულო დრო. აი მაშინდელ ებრაელებს ჰქონდათ საყარაულო დრო. ეს სახმილავი იცვლებოდა ყოველ 3 საათში ერთხელ. 3 საათში ერთხელ ცვლილება ნიშნავდა, რომ იყო 12-დან 3-მდე, 3-დან 6-მდე, 6-დან 9-მდე, 9-დან 12-მდე და ასე შემდგომ 24 საათიანი იყო. ამიტომ ფსალმუნის დამწერი ამ ტექსტს ამბობს, რომ სახმილავთგან განთიადისა, განთიადი რომელია? ღამის 3 საათია. ღამის 3 საათიდან დილის 6 საათამდე ქვია განთიადის სახმილავი. განთიადი სახმილავიდან განთიადისა მიმწუხრამდე, მწუხრი არის საღამოს 9 საათი, სახმილავიდან განთიადისა ესევდით ისრაელი უფალს. ანუ 24 საათიან ციკლს გვთავაზობს, რომ ღმერთის მოსავები უნდა ვიყოს. ამიტომაც ეს ეხლა რომ ახალ მოსულს როგორც არ უნდა უკითხოს, რომ ყურში ჩასძახო დღისით და ამით ვერაფერს არ გაიგებს შეიძლება, მაგრამ რაღაცა დრო დადგება ამისი, რომ უნდა გაიგოს. ასეთივე გახლავთ ჩვენთვის ეს მრწამსიც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა თქვენგანმა შეიძლება სეპირად იცოდეს და დარწმუნებული ვარ იცის, იმიტომ რომ ვინც დილის ლოცვებს კითხულობს, შეუძლებელია მრწამსი სეპირად არ დაგამახსოვრდეს, იმიტომ რომ დილის ლოცვები შემადგენელი ნაწილია. მიუხედავად ამისა, შეიძლება ყველაფერი ისე არ ქონდეს გაგებული, როგორც საჭიროა და ამისთვის არის ჩვენი შეკრება, რომ ჩვენ ვეცადოთ გავიგოთ სწორად რა არის მრწამსი. პირველ რიგში ვთქვათ, რა არის მრწამსი. მრწამსი გახლავთ ჩვენი სარწმუნოების სიმბოლო, ანუ ფორმულა შეიძლება ითქვას, რისი გვწამს. ამისი აღიარებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ადამიანს შეგეკითხებიან რისი გწამს. აი მე მწამს ღმერთის, იცით რა, 100 წამს ზუსტად ეშმაკებსაც. ეჭვი არ შეგეპაროთ, ეშმაკები დარწმუნებულები არიან, რომ ღმერთი არსებობს და ჩვენზე უფრო მეტად. ჩვენ ხანდახან მერყეობა ხო გვაქვს. ურწმუნოება რო შემოგაწვება, ნეტამართლა თუ არსებობსო, ეშმაკს არასდროს არ შემოაწვება, ეს იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ ღმერთი არსებობს. ის კარი მოხურეთ, თორე ხმაური შემოდის. ხანჯარას გავაკეთე, რომ ჰაერი იყოს. მას არ აქვს არანაირი ეჭვი ღმერთის არსებობაში. ანუ მასაც ისევე წამს, როგორც ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი არსებობს. და უფრო მეტადაც უკვე მოგახსენებთ. მაგრამ ერთია დაჯერება იმისა, რომ ღმერთი არსებობს. და მეორეა დაჯერება იმისა, რასაც ღმერთი გეუბნება. აი მაგალითად განკაცდა ღმერთი ვამბობთ რა. ახლა ღმერთი რო არსებობს დავიჯერე, მაგრამ ახლა ღმერთი როგორ განკაცდა, ამას ვერ ძალიან ჩვენი მეზობლები, მეგობრები, საპატივცემულო რელიგია, ბიბლიას მათი იუდეველებისთვის მაგალითად ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მუსულმანური სამყაროსთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ისინი ერთ ღმერთზე ლაპარაკობენ, რომ არსებობს ერთი ღმერთი, მაგრამ ღმერთის განკაცებას როგორც კი ახსენებ, ისინი აბსოლუტურად ესე იგი შორს დაიჭერენ შენგან თავს. ამიტომაც აი ამ მრწამსში რისი გწამს, ეს არის გაწერილი როგორც ფორმულირება, შემიძლია გითხრათ, ამ 12 მუხლიან ესე იგი საღვთისმეტყველო ტექსტში არის ყველაფერი დაწვრილებით გადმოცემული არა, მაგრამ მოცემული ის ძირითადი, რაც შენ მერე დაწვრილებით უნდა შეიმეცნო და გაიგო. ეს მრწამსი გახლავთ მიღებული ორ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. ნიკეა კონსტანტინოპოლის მრწამს უწოდებენ აი ამ ტექსტს, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც ნიკეაში შედგა, მათ მიიღეს 7 მუხლი და მერვე მუხლიდან, სადაც წერია დასული წმინდა უფალი და ცხოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, ეს მიიღეს მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელიც შედგა კონსტანტინოპოლში. ამიტომაც ეწოდება ამ მრწამს ნიკეა კონსტანტინოპოლის მრწამსი, სარწმუნოების სიმბოლო. ამ მიღებასაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, რა თქმა უნდა, მსოფლიო საეკლესიო კრებები რაღაცა ვიღაცის კაპრიზის გამო არ იკრიბებოდა, რომ მოდი ერთ შევიკრიბოთ რაღაცა. არა, ეს იყო ძალიან დიდი საჭიროება შეკრებისა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება შეიკრიბა არიოზის მწვალებლობის დასამხობად, ეს იყო 325 წელი და კონსტანტინოპოლის
უკაცრავად კონსტანტინე მეფემ იმპერატორმა, რომელმაც კონსტანტინოპოლი ქალაქი დააფუძნა, მან შეკრიბა პირველი მისი მოთხოვნით შეიკრიბა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დავა გადაწყვეტილიყო, იმიტომ რომ ხალხი ისე იყო დაპირისპირებული ერთმანეთში ამ დავის გამო, არიოზის წვალებლობის გამო, არიოზი ამბობდა, რომ ქრისტეს როგორც ქმნილს ასე მოიაზრებდა, ეს ძალიან ვრცელი და დიდი საკითხია და ამ საკითხზე მოგვიჭერს ჩვენ გარკვეულწილად ლაპარაკი, როდესაც ქრისტეს ძეობაზე მივალთ, მაგრამ წინასწარ არ დაგღალოთ. ამიტომაც გიხსნით, რომ აი ერთხელ და სამუდამოდ მორჩენილიყო ეს დავა, რომელიც ისეთ დაპირისპირებაში იყო შესული, რომ ხელჩართული ჩხუბი, ომი და ლამის სისხლის ურამდე მიდიოდნენ ერთ და იგივე ქალაქში მცხოვრები ქრისტიანები, სხვადასხვა რჯულის წარმომადგენლები კი არა. ქრისტიანები ერთმანეთს სწორედ ასე ებრძოდნენ და ამის გამო ებრძოდნენ. მიღებული იქნა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 7 მუხლი, როგორც მოგახსენეთ და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მერვე მუხლი და სულიწმინდა ოფალი და ცხოველსყოფელი. მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება უკვე მიეძღვნა თემას სულიწმინდის გამომავლობის შესახებ. ამიტომაც ეს მრწამსში ესე ჩაიწერა და როგორც კი დაამთავრდა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება, ძალიან კაცრად განისაზღვრა, რომ აქ რაიმეს ან ჩამატება ან გამოკლება ორი მსოფლიო საეკლესიო კრება შეაჩვენებს მას. როგორ იწყება მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება, იცით? წაიკითხავენ ამ რწამს, რაღაცა კანონები აქვთ მისაღები, მიიღებენ კანონებს და იმეორებენ. ვინც ამაში რამეს ჩაამატებს ან გამოაკლებს, შეჩვენებული იქნება სამი საეკლესიო კრების. როგორ იწყება მეოთხე კრება და ასე შემდეგ, მეშვიდე კრება როგორ იწყება? იკითხება მრწამსი და ამის შემდგომ ამბობენ, რომ ვინც ჩაამატებს ან გამოაკლებს, როგორც უკვე მოგახსენეთ. ვიკითხულობთ ჩვენ ყოველდილით მრწამს და ვკითხულობთ როდის ლიტურგიაში, თუ დაკვირვები ხართ ამას, როდის ვკითხულობთ ლიტურგიაში? როდესაც იწყება მართალთა ლიტურგია. იმიტომ რომ მართალთა ლიტურგიას ვერ დაიწყებ, თუ მრწამსი სწორად არ წარმოთქვი. ამიტომაც მრწამსის გალობა, რომელიც ჩვენთან ახლა ესე არის შემორჩენილი, არასდროს არ იგალობებოდა მრწამსი. მრწამსი ყოველთვის ითქმებოდა. ან ერთობლივად ამბობდნენ ყველანი, ან ერთ-ერთი ვინც იყო უპირატესი, თქვა თუ მეფე იდგა, მეფე კითხულობდა ამას ხმამაღლა, ან თქვა ვინმე საპატივცემულო ადამიანი მისთვის გამოგქონდათ და მას წააკითხებდნენ ხოლმე ხმამაღლა მრწამს და ბოლოს სიტყვას ამინ ყველა ერთად გაიმეორებდა, რაც დასტურია იმისა, რომ ყველა მას ვეთანხმებით. თუ ამ მრწამსის თანხმობაში არ ახარ ლიტურგიის აღსრულების უფლება არ აქვს, ან თუ აღასრულებ, ის ლიტურგია დარჩა ითვლება. იმიტომ რომ აი ამ სიტყვებზე, რომელზედაც ჩვენ შეიძლება დილით ესე ჩააბულბულებ ხოლმე, წამს ერთი აღაყოლისმეორებების სინამდვილეში ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მთელი დოგმატური სწავლება, რომელიც დოგმატური სწავლებაც გახლავთ ის მდინარე, რომელიც თავისუფლების ოკეანეში შემყვანებელია. შენი ამის გარეშე შეუძლებელია ეს წარმოიქმნას. დიახში, კი როგორ არ არის ისე? იმ ათეისტებს აუღოთ, მამა, რომლებიც ბავშვებს ნათლავენ. ბავშვების ნათლიერად მივლინებიან. შედიან გაზრებში, დიახ, კითხულობენ. ამ წელს მამა ვალდებულია ყველა მამა, დიახ, წააკითხოთ წამსი ნათლიერს. ეს ფაქტობრივად ეს არის ხელშეკრულება. ღმერთთან რა თქმა უნდა, ნათლისა, გეთანხმები. ნათლობის შესახებ და ისინი არც ერთ პუნქტის უამრავ პუნქტებს გადაღებენ. თავი პუნქტი ახლა ის. ახლავე მოგახსენებთ თავი პუნქტი არის მოვლენილი ამ დგომას აკუთრებით და ცხოვრების და მერმის საუკუნეზე და ამი. ახლავე მოგახსენებთ ბატონო მიხეილი. ნათლია, რომელიც ნათლიად დგება. ეს ძალიან საჭიროა საკითხია სხვათა შორის. ნათლია, რომელიც ნათლიად დადგომას აპირებს და ეუბნებიან, რომ წამსი ზეპირად ისწავლე, მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ამის, რაიმე ზეპირად ისწავლეო ადამიანს რომ უთხრა. ზეპირად არ უნდა ისწავლო არაფერი, იმიტომ რომ უნდა შინაარსი იცოდე, გესმოდეს რას კითხულობ და რას აკეთებ. ნათლიობაზე თანხმობა შეიძლება თუ არა, როდესაც მეკითხებენ, მეუბნები რომ ეხლა აი როგორ რაღაცას მეკითხები, იცი? გემის კაპიტნობა რო შემოგთავაზო, ნახე, ვარი როგორ უთხრაო რა, რა უხერხულია, ვარს ვერ ვეთქო, როგორ უნდა თქვა, თანხმობა როცა ცხოვრებაში არ გიტარებია გემი. ხო ჩაძირავ ამდენ ხალხს. ხო განწირულია ეს ხალხი დახრჩობისთვის. სწორედ ესეთი მდგომარეობაა, რომ წამსის ზეპირად სწავლა კი არ შველი, იქ აღთქმასდებს ადამიანი.
განვეშორები ბოროტისაგან შეუდგები ქრისტეს. ამბობს თავისი ნათლურის თუ ჩვილია ეს ნათლული მის მაგივრად. ან ზრდასრული ადამიანი განვეშორების ბოროტისაგან ინათლება თქვა და ამბობს შეუდგები ქრისტეს. და ამ ნათლობით მოკლედ დაამთავრა ეკლესიასთან ურთიერთობა. ამ აღთქმას რას უშვება? ამ მრწამსის წაკითხულ მუხლებს რას უშვება? ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მერთმა იცის, მაგრამ ჩვენის ვალდებულებაა, რომ მას ავუხსნათ და გავაგებინოთ. ამიტომაც ვართ დღეს ასე შეკრებილები ბატონო მედიას. ასე რომ ის ნათლია ათეისტია კი რამდენჯერ შემთხვევა ყოფილა რაღაცა მოსულა და უთქვამს, რომ იცით რა ნათლია დავაყენე ადამიანი და აღმოჩნდა რომ მონათლული არ იყო თვითონ. შემო არაფერი, ხო, ხშირი შემთხვევაა და მე ვეუბნები რომ არაფერი ის კაცი ნათლიად არ ითვლება, ბავშვი მონათლულია, იმიტომ რომ ნათლობა ახსულდა და ნათლი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ ის აღთქმა უნდა შეასრულონ მშობლებმა შვილებთან მიმართებაში და მღვდელი ითვლება ამ შემთხვევაში ნათლიად. მღვდელი ისედაც ითვლება, რომ ნათლობასაც აღასრულებს, ყველას ნათლიად ითვლება, ასეთია გახლავთ ტრადიცია. ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არა, ნათლიად არ ითვლება, მაგრამ ბავშვი მონათლულია. ამის მერე რომ ინათლება? არა, მეორედ მონათლა არაფრით არ შეიძლება. მეორედ მონათლა და ძალიან დიდი ცოდვა არის. არა, ნათლია მოინათლა, ნათლია თუ მოინათლა დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება, იმ ბავშვის ნათლიად არ ჩაითვლება, იმიტომ რომ იქამდე არ იყო მონათლული, მაგრამ მას რა თქმა უნდა ეს პასუხისმგებლობა მოეცნება, რომ რაღაცა ესეთი რამე ჩაიდინა. მიეტევება რა, ამის თქვა მინდა. კარგი, თუნდა გადავიდეთ ახლა ჩვენ ამლაპარაკში კი გავიდა მეგონი ეს ჩვენი დრო. უნდა გადავიდე უშუალოდ ტექსტზე და ამ ტექსტის პირველი სიტყვა ეთყება რომ მრწამს. რა არის რწმენა? რწმენა გახლავთ, როგორც წმინდა წერილში არის ეს განმარტებული, ყოველგვარი რაღაცა ჩვენი შინაგანი ემოციების ახსნას არ ვაპირებ ახლა მისთვის რა არის რწმენა. რწმენა გახლავთ დაჯერება უხილავისა, ასე წერია. დაჯერება უხილავისა იმის რისი ახსნაც არ შეგიძლია, რისი განმარტებაც არ შეგიძლია, იმიტომ რომ ვერ განმარტავს შენი ტვინი ვერანაირად თქვათ რაღაცა საზღვრებში მოქცეული შენი გონება ვერაფრით ვერ განმარტავს საფრთხო ბუნებას, მაგრამ გჯერადა გწამს მისი არსებობისა, რომელსაც ვერ ხედავ. მოველი აღდგომასა მკვდრეთით ბოლო სიტყვები რაც არის, ახლა კი მოელი, მაგრამ რაც ჯერ არ დამდგარა, იმას როგორ შეიძლება ელოდებოდე. ერთადერთი რამ არსებობს ამისთვის. ეს არის რწმენა. როგორ შეიძლება ველოდებოდე მე ხვალინდელი დღის გათენებას. ეს არის ერთადერთი რამ რწმენა. ეს რომ წამს ამითი არის, ესე იგი, შესაძლებელი ჩემი ცხოვრების გაგრძელება, იმიტომ რომ ეს რწმენა რომ არ იყოს თვითეულ ადამიანში, მათ შორის ათეისტებში, ცხოვრება შეწყდებოდა, იმიტომ რომ ადამიანები საწოლებიდანაც არ წარმოდგებოდნენ. ვის ექნებოდა გარანტია, რომ საწოლიდან რომ გადმოაბიჯებს ფეხს, არ დაუცდება ფეხი და იქვე თავს არ დაარტყავს ქვაზე და იმაზე რა ქვია, იატაკზე და არაფერი მოუვა. ანუ თუ ამის რწმენა არ აქვს ადამიანს, რომ ეხლა ავდგები, უნდა მოვწესრიგდე, უნდა სამსახურში წავიდე, უნდა ვთქვათ იქ ვიმუშაო, უნდა ვთქვათ იქ შვილები ვარჩინოთ, ასე შემდგომ, აი ეს გახლავთ რწმენა. რწმენა არის სწორედ ის შინაგანი გრძნობა, რომლითაც იმართება ადამიანი, თორემ შეწყვეტდა კაცობრიობა არსებობას, იმიტომ რომ მოგეუბნებით იქნებოდა აბსოლუტური უძრაობა. მე ვერც კი გავბედავდი თქვათ ეხლა აი რწმენა რომ არ მომოქმედებდეს, ამ სკამიდან წამოდგომას და გარეთ გასვლასაც ვერ გავბედავდი, იმიტომ რომ ვიტყოდი რომ რა გარანტია მაქვს რომ მე უკან შემომბრუნდები, ან სახლამდე მივალ და ასე შემდგომ. ამიტომაც ეს მრწამს, როდესაც ვამბობ, გახლავთ რწმენა არა მარტო იმისა, რომ ღმერთი უნდა გწამდეს, არამედ გახლავს გრძნობა, რომელიც ადამიანს აცოცხლებს. და ადამიანს ამოქმედებს, შეიძლება ესე ითქვას. და აი ამ მოქმედებაში მომყვანი გრძნობით იწყება ეს მრწამსი ჩვენი ფორმულა სარწმუნოებისა, იმიტომ რომ თუ არ იქნება ეს მოქმედებაში მომყვანი სიტყვა, უბრალოდ გრძნობა ჩვენში, სხვაგვარად შეუძლებელია რაიმე გადაწყვიტოს და რაიმე ნაბიჯი გადადგას ადამიანმა. მრწამს, როდესაც ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე იწყებს მოქმედებას. მრწამს ერთი ღმერთი. მე გითხარით, რომ თარგმანებში ყველა შემთხვევაში არის რაღაცა გარკვეული უზუსტობები. და მოვიყვანე რუსული მაგალითი. აი ქართულში ესე არ ითარგმნება, როგორც თქვა ბერძნული ენიდან,
რუსულში პირდაპირ გადავიდა. ბერძნული და რუსული ამ შემთხვევაში კალკირებულია, მაგრამ ქართულში ამას ვერ გადმოიტანა. რუსულში როგორ ჟღერს, იმიტომ რომ რუსული ყოველთვის ხელმისაწვდომია ჩვენთვის, თორემ ისე იმისთვის, რა ქვია, სატრაბახოთ ბერძნულადაც წაგიკითხავდეთ, მაგრამ რუსულში როგორ ჟღერს? Верую во единого Бога. ანუ ერთი კი არა, ვაეძინავა ერთს არ ნიშნავს, ერთიანობას ნიშნავს. ანუ რაღაცის ერთიანობაზე ლაპარაკი. ამ ერთიანობაში სხვათა შორის, აი ბერძნულში ესეა, რუსულში ესეა, რაზეც მე ხელი მიმიწვება. მაგრამ ინგლისურში ქართულივითაა. იქაც ვერ ითარგმნება ეს ისე როგორც თქვა ბერძნულ დედანშია და იქაც ესეა. I believe one God. ასე წერია პირდაპირ რა, ერთი. ხო და ეს ერთი და ერთიანობა, სინამდვილეში ერთიანობა რაც იგულისხმება, პირველ რიგში გულისხმობს სამი ჰიპოსტასის ერთობას, მამას, ძეს და სულიწმინდას და ამავდროულად გულისხმობს მის ერთობას და ერთიანობას თვისებებისა. ანუ ერთია მათთვის სამივე ჰიპოსტასისთვის ერთია ყველა თვისება, რა თქმა უნდა, გარდა შობისა და გამომავლობისა, მაგრამ ამავდროულად ერთია, ვთქვათ, სიყვარული, ერთია მართლმსაჯულება, ერთია რომ სინათლეა, ერთია რომ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია ჩამოვასახელოთ ღმერთთან მიმართებით, როგორი ეპითეტებიც არის გამოყენებული, რომ სამართლიანია, რომ მართლმსაჯულია, რომ სინათლეა, რომ სიყვარულია და ასე შემდგომ შეგვიძლია ვილაპარაკოთ და ამ ყველაფრის ერთობაა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვიტყოდით რომ მხოლოდ ერთია, ჰიპოსტასურათაც ერთია, ვთქვათ, და თვისებებითაც მხოლოდ ერთი თვისება გააჩნია, მაშინ ჩვენ აუცილებლად დაბნეულობაში შევიდოდით. იმიტომ რომ რწამსის ეს სიტყვა ძალიან ფართო ასპარეზს გვიხსნის. გარდა იმისა, რომ ჰიპოსტასები არსებობს, ამავდროულად გვიხსნის იმასაც, რომ ეს თვისებები არსებობს ამ ჰიპოსტასებს შორის. რას გულისხმობ, ახლა მოგახსენებ. თუ ვიტყვით, რომ ღმერთი ერთია და ამავდროულად სიყვარულია. სანამ სამყარო შეიქმნებოდა, ეს სიყვარული ვის მიემართებოდა, მაშინ უნდა დაისვას კითხვა. საკუთარ თავს. მეტი არავინ არ არის. და თუ სიყვარული არის, ეს სიყვარული ვიღაცას უნდა მიემართებოდეს. საკუთარ თავს გამოდის, რომ ჩვენ მაშინ ღმერთი შეიძლება ეგოისტი გამოვიყვანოთ, რომელსაც უყვარს მხოლოდ საკუთარი თავი და მეტი არავინ, იმიტომ რომ მეტი არავინ არ არსებობს. ამიტომაც ამ დაბნეულობაში არ შევდივართ, როდესაც ვამბობთ, რომ ერთობა ამ ღმერთის არის მამა, ძე და სულიწმინდა, იქ უკვე სიყვარულის თქმისაც არ მეშინია, როდესაც ვამბობ, რომ ღმერთი ამავდროულად სიყვარულია, იმიტომ რომ მამას უყვარს ძეს და ძეს უყვარს სულიწმინდა და ორივეს ერთად მამა. ამიტომაც ეს მოძრაობა, თუმცა კი ღმერთის მიმართ მოძრაობა ჩვენ არასდროს არ ვლაპარაკობთ, მაგრამ სიყვარულის ეს მოძრაობა ყოვლადწმინდა სამებას შორის, მათ აი ამ ჰიპოსტასებს შორის, აბსოლუტურად ახსნაც ხდის იმას, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ ჰიპოსტასურად სამი, რომელსაც აქვს უამრავი სხვა თვისება, რომელ თვისებასაც შეიძლება მიმჟღავნებდეს მე ან წმინდა წერილი, ან ჩემი პირადად მასთან გამოცდილება. შესაბამისად, რწამს ერთი ღმერთი ნიშნავს იმას, რომ ამ ერთობაში ვაღიარებ მე ღმერთს, ჰიპოსტასურ ერთობაში ვაღიარებ ღმერთს, რომელიც აქ შეიძლება ზუსტი თარგმანით ესე არ გადმოიცემა, მაგრამ აი რუსული რაც გითხარით, იქ უფრო ზუსტად წარმოაჩენს, თქვათ, ვაეძინავა ნიშნავს ერთიანობას და არა მხოლოდ რაღაცა მხოლობითობას, ერთობას არ ნიშნავს. რწამს ერთი ღმერთი. მე ძალიან დიდ იმებს ხო არ ვაკეთებ თითოეულ სიტყვაზე, რაღაცა ვფიქრობ, რომ თან მეშინი არ დაგღალოთ და თან ვფიქრობ, რომ სათქმელიც არის და უნდა იშოვოს ესეც. რწამს ერთი ღმერთი, როდესაც ვამბობთ ღმერთის შესახებ ჩვენ წინა შეხვედრაზე საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. ეს არის ის სახელი გამოყენებული, რომელიც მე მაშინ დაფაზე დაწერილი დამხვდა, კი არ დამიწერია, დამხვდა დაწერილი და ასე იწყება სწორედ იმაში, რა ქვია, ბიბლიაში ტექსტი. ასე იკითხება, უყურეთ, ბერეშით ბარა ელოჰიმ ეთ ჰაშამაიმ ვა ეთ ჰაარეთს. დასაბამად ქმნა ღმერთებმა. აი ეს სიტყვა ელოჰიმ არის მრავლობითში გამოყენებული. მე რომ ებრაელ ადამიანს ვკითხე, რომ როგორ არის მეთქი თქვენი გრამატიკა აწყობილი, რომ მხოლობითში ამბობთ, ზმნას და მრავლობითში ამბობთ მეთქი არსებით სახელს და მითხრა რომ არაო.
აბა რატომ გიწერიათ მეუთხარი რომ ბარა არის მხოლობითი რიცხვის ზმნა, ანუ შექმნა ერთმა ქართულად ხო ასე შექმნეს ღმერთებმა კი არა, ასე კი არ ითარგმნება, ეს ითარგმნება დასაბამად შექმნა ღმერთებმა. და მეუთხარი როგორ არის მეთქი საკითხი მითხრეს რომ არაო ეს უბრალოდო ღმერთისო საპატივცემულოთო როგორც მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ მაგალითად მეფე საკუთარ თავზე როგორ ლაპარაკობს ხო მოგისმენიათ ფილმებში მაინც ჩვენ ესე ამბობს და უკან მიიხედავ ვინ არის არავინ თვითონ არის მარტო მაგრამ ჩვენ როდესაც ამბობს საკუთარ თავზე შეიძლება ამ პატივისცემის აღნიშნელი გახლავთო ესო მოკლედ მრავლობითი სიტყვაო თუმცა კი ბოლომდე ვერ ამიხსნა მაინც იმიტომ რომ ბოლოს მითხრა რომ მე მივხვდი რაზეც მიმანიშნებოდა არ მინდა მაგ თემაზე ეხა საუბარი კაი მეთქი მითხრა დავანებდეთ თავ ეხა პოლემიკაში ვერ შევიდოდი ნამდვილად მაგრამ ფაქტი არის რომ ეს ელოჰიმ გამოყენებული გახლავთ სწორედ აი ამ სადაც სიტყვა ღმერთი გესმით იქ ყველგან უნდა იგულისხმოთ რომ ბიბლიაში წერია ელოჰიმ ჩვენთან ქართულში ასე ითარგმნა სადაც სიტყვა ღმერთს გაიგონებთ არის ელოჰიმ ელოჰიმი რომ დავშალოთ ჩვენ და ვთქვათ რას ნიშნავს ესე იგი მისი საფუძვლები ეს გახლავთ მსაჯულები მართლმსაჯულები ასე ქვია იმიტომ რომ ერთ-ერთ კანონში მე თუ არ მეშლება ეს არის ლევიტელთა წიგნი პირდაპირ წერია შვილი რომელიც არის დედმამის ურჩი გაიყვანე კარიბჭესთან ქალაქის კარიბჭესთან სადაც ხედან ვინ ელოჰიმ ანუ მსაჯულები და მათ გადაწყვიტონ მისი ბედი. ანუ ელოჰიმ გამოყენებულია როგორც სიტყვა მსაჯული და გამოყენებულია როგორც სიტყვა ღმერთი. მე ნუ წინა შეხვედრაზე შევეხედა კვლავ შეგახსენებთ ასეთ რამეს რომ ღმერთის ჩვენ უამრავი სახელი გვაქვს მოცემული ბიბლიაში, მაგრამ ეს სათქმელია იმიტომ რომ პირველ თავში სადაც იქნება ცა მიწა სინათლე მყარი რაღაცა რა ვიცი მცენარე ცხოველი ყველგან გამოყენებულია სიტყვა ელოჰიმ. არსად სხვა ღმერთის სიტყვას ჩვენ არ შევხვდებით, მხოლოდ ელოჰიმ ანუ მსაჯულია გამოყენებული, იმიტომ რომ მსაჯულებრივი სჭირდება ბრძანების გაცემა ამ შემთხვევაში სამყაროს, იმიტომ რომ სამყარო იმართება მხოლოდ და მხოლოდ კანონებით. საჯულმა რითი შეიძლება განიხილოს შენი საქმე? მხოლოდ და მხოლოდ კანონებით, მეტი არაფრით. კანონი ამას ამბობს, სასიკვდილოა უნდა მოხდეს. კანონი ამას ამბობს, ეს უნდა შესრულდეს. კანონი ამას ამბობს, ეს უნდა შესრულდეს. კანონი ამბობს, რომ მზე უნდა ამოვიდეს ამ დროს და ამოდის იმ დროს, რომ დააგვიანოს, სამყარო დაინგრევა. ამიტომაც ყველა პირველი თავის აბსოლუტურად ყველა შექმნაში რომ შექმნა ეს წერია ელოჰიმ მაგრამ მეორე თავზე როგორც კი გადავდივართ ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით გამოყენებულია სიტყვა იახვე რომელიც ნიშნავს მოწყალეს იმიტომ რომ ადამიანის რომ შეიქმნას ისე როგორც იქნებიან ბუნების რაღაცა კანონებზე დამორჩილებული საფრთხო კანონებზე ადამიანი ვერ გადარჩება, იმიტომ რომ ადამიანს ცვალებადი ბუნება აქვს და თუ კი შესწოდავს, მაშინ მხოლოდ კანონით უნდა მოხდეს მისი განსჯა. კანონით თუ მოხდება მისი განსჯა, ადამიანი ვერ გადარჩება. უნდა მოხდეს მოწყალებით მისი განსჯა. ოღონდ ეს მოწყალება უკანონო კი არ უნდა იყოს. კანონიერი მოწყალება უნდა იყოს. ამიტომაც, სადაც ჩვენ გვაქვს სიტყვა ღმერთი, იცოდეთ რომ სიტყვა მსაჯულია გამოყენებული ელოჰიმ და სადაც სიტყვა გვაქვს ჩვენ უფალი გამოყენებულია იახვე, რომელიც ნიშნავს მოწყალეს. ამიტომაც საცისკრო საგალობელზე, როდესაც გაიგონებთ ღმერთი უფალი და გამოგვიშთა ჩვენ, იცოდეთ რომ ნიშნავს მოწყალე, მსაჯული გამოგვიჩნდა ჩვენ. და კურთხეულია მომავალი სახელითა უფლისად. ღმერთის ძალიან ბევრი სახელია მოხსენიებული. ჩვენ ერთხელ შეგვიძლია ცალკე დავსვეთ და ამის შესახებ ვისაუბროთ და განმარტოთ ეს სახელები ძალიან საინტერესოა. მინდა გითხრათ და რატომ არის ბევრი სახელი, ეხლა იმასაც გეტყვით. იმიტომ რომ მხოლოდ ერთით არ შეიძლებოდა ყოფილიყო შემოფარგლული. რომ თუ ამ ერთ სახელს დაიჯინებდი შენ და იტყოდი რომ აი ეს ქვია მხოლოდ და მხოლოდ მის სხვა თვისებებს ვერანაირად ვეღარ გაიგებდი კი არა და არც დაუშვებდი რომ შეიძლებოდა ქონოდა სხვა თვისები და მრწამში რომ გამოყენებული ყოფილიყო თქვათ რომ არა გინდა თუ არა მხოლოდ სიყვარული, აი მრწამს ერთი ღმერთი რომელიც სიყვარულია თქვათ ესე რო გვეთქვა. მრწამს ერთი სიყვარული მაგალითად.
აუცილებლად დაბნეულობა შევიდოდა ადამიანი, იმიტომ რომ ამ სიყვარულთან ერთად ის მართლმსაჯულებაც არის. სინათლეც არის და აი რაღაც ამ თვისებებს ვერანაირად ვეღარ შეიტანდი ცვლილებას, იმიტომ რომ ვერ დაუშვებდა ამას შენი გონება. მამა ყოვლისა მფლობელი. შემდეგი სიტყვა გახლავთ მამა. მე არ ვიცი თქვენთვის მაქვს თუ არა ნათქვამი. ბევრი სახელების შესახებ ხომ ლაპარაკობთ, სად არის ჩემი ბიბლია? წაიღე ეს. კაი, არ აქვს მნიშვნელობა. ძველ აღთქმაში გაცხადებული გვაქვს ჩვენ ბევრი სახელი. დასაბამად შექმნა ღმერთებმა, აი ბერეშით ბარა ელოჰიმ როგორც ვიწერეთ. თქვათ იქ იახვე გაცხადდა, იქ რაღაცა ის გაცხადდა, მაგრამ არის ერთი სახელი, რომელიც ახალ აღთქმაში გაცხადდა. ეს გახლავთ იოანეს სახარების მე-17 თავი 26-ე მუხლი, სადაც მაცხოვარი ამბობს ესეთ რამეს. ლოცულობს ის ღვთის წინაშე, თავის მოციქულებზე ლოცულობს და ასეთ რამეს ამბობს. მე გამოვუცხადე მათ შენი სახელი. ანუ ღმერთს ეუბნება მოციქულებისთვის ლოცულობს და ეუბნება ასეთ რამეს. მე გამოვუცხადე მათ შენი სახელი. აი არა უშავს, ბიბლია მეგონა ქონდა და ეთქვა მანქანაში დამჭა. და რომელი სახელი გამოგვიცხადა მან? ქრისტემ ჩვენ ზეციური მამისა რა ქვია, ღმერთისა. ეს სახელი არის მამა. კი, ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ როდესაც მოციქულებმა სთხოვეს იესო ქრისტეს რომ გვასწავლე ლოცვა როგორ იწყება? მამაოჩვენ. ეს სახელი მიმართვა, სახელით არ იწყება რაღაცა ადამიანს როგენა რაღაცა თხოვო, რომ მიდიხარ მიმართა ბიჭს სახელით, ხო რაღაცა აი თინა რაღაცა მინდა, ხო? და ასე არის, მიმართავს მას როგორც მამას. და მამას მიმართავს არა როგორც საკუთარ მამას, მაშინ იტყოდა მამაო ჩემო. იმიტომ რომ მარტო მისი მამა რომ იყოს. მამაო ჩვენო ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენი ყველას მამა არის. ამიტომაც გამოვუცხადე მე მათ შენი სახელი, კიდევ ერთი სახელი გაცხადდა ჩვენთვის ახალ აღთქმაში და ამ სახელის გაცხადებამ ფაქტიურად შეცვალა მთელი, ესე იგი, მინდა გითხრათ, კონცეფცია თუ ასე შეიძლება ითქვას, ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველების, ამიტომ რაღაცას ეცხადება როგორც მსაჯული და მან უნდა იმოქმედოს როგორც მსაჯული. ვიღაცას ეცხადება როგორც იახვე და უნდა იმოქმედოს როგორც მოწყალე, ვიღაცას ეცხადება როგორც საბაოთ და იმოქმედოს უნდა როგორც ღვთის მებრძოლმა. ვიღაცას ეცხადება, თქვათ კიდევ რაღაცა სხვა სახელით, რომელიც მიანიშნებს თუ რა მიმართულებით უნდა იმოქმედოს მან თავის საწინასწარმეტყველო მსახურებაში. და ახალ აღთქმაში გაგვეცხადა სახელი, რომელსაც ქვია მამა. და აი ახლა რომ გავაცნობიეროთ რა არის მამა, ეს საფიქრალად სახლში წავიღოთ და შემდეგ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ მე ამ თემას. მამა ყოვლისა მპყრობელი. ყოვლის მპყრობელი ღმერთის ერთ-ერთი სახელია. აქ მამა რო წერია, მამა ყოვლისა მპყრობელი, სინამდვილეში ორი სახელია დასახელებული. ერთი როგორც მამა, მეორე როგორც ყოვლის მპყრობელი. ყოვლის მპყრობელი, ჩვენ ბერძნულად ვიცით მისი გამოთქმა როგორც არის, იმიტომ რომ ხატს ვეძახით ასე, ამ ხატს ქვია პანტოკრატორი. მაცხოვარი, რომელიც არის დაბრძანებული სავარძელზე და ხელებით უყრია, ესე იგი, აქეთ სამეფო კვერთხი და დედამიწა. ანუ ყოვლის მპყრობელი, გახლავთ ეს პანტოკრატორი. ებრაულად ეს არის ელ-შადაი, ესე გამოითქმის და ელ-შადაი, როგორც პანტოკრატორი, იცით რას ნიშნავს ეს უფრო როგორც ვთქვათ ის მსაჯული და როგორც ვთქვათ იახვე ამ შემთხვევაში მოწყალე, ეს სახელი ნიშნავს უფრო რაღაც შემაჩერებელს, შემაკავებელს, ბალანსის დამცველს. იმიტომ რომ ეს სახელი იობის წიგნშია ყველაზე მეტად გამოყენებული, მეთქი, სადაც იობი ყვება სამყაროს შექმნის შესახებ, თუ როგორ ქმნიდა ღმერთი სამყაროს და ეს ვთქვათ ქაოსი, რომელიც უნდა დაწყარებულიყო, მან თქვა რომ სტოპ, აი ესეთი რამ რო ითქვა, სტოპ. ელ-შადაი დაახლოებით ესე რომ წარმოგიდგინოთ, რომ ყველაფერი თავ-თავის ადგილას დალაგებულიყო. მორჩა უნდა დალაგდეს, იმიტომ რომ ქაოსია, ესეთი მოძრაობაა და ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება და ეს ბალანსი იწყებს მუშაობას და დღემდე ასე არის მოკლედ. ეს ბალანსი რო არ არსებობდეს, ჩვენ ახლა აქ არ ვიჯდებოდით.
ამიტომაც ეს ელშადაი ნიშნავს ამ შეჩერებას თითქოს ამ პროცესისას, ქაოსური პროცესის შეჩერებისას და პანტოკრატორი ბერძნულად ესე გამოითქმის და ჩვენ ვამბობთ ქართულად ყოვლისა მპყრობელი. ანუ რწამს ერთი ღმერთი, როგორც უკვე ვთქვით, ანუ ერთობაში ეს ყოფის ღმერთი, რომელიც არის ამავდროულად შემქმნელი და შემოქმედი ყველაფრისა და პანტოკრატორი, ანუ ყოვლის მპყრობელი, მაგრამ აქ კიდევ ერთი რამ გამახსენდა და აქვე ვიტყვი თუ ნებას მომცემთ როგორ წარმოგიდგენია თქვენ აი ამ შექმნის დროს რას მიმართავს ღმერთი რომ არარსებულიდან არსებულში შემოიყვანოს ნივთიერი სამყარო ეს თქვენთვის მე როდისმე მომიყოლია როგორ ხსნის ამას გრიგოლ ნოსელი ჩემი აზრები რასაც საკლაპარაკობ ჩემი აზრები არ გეკონია არ გეკონოთ ჩემი აზრები არ დავიღუპო აი ხვალე უნდა მოგზავნო ეს საკითხი თან ზეპირად რო არ თქვა ესე იგი რისი თქვა მინდა ნახეთ ჩვენ ვამბობთ რომ ღმერთმა შექმნა არარსებულიდან ყველაფერი აი თვითონაც თუ ნივთიერი მას არაფერი არ გააჩნია ნივთიერებას როგორ გამოუხმო ანუ სადღაცას იყო ეს ნივთიერება ინახებოდა და მე გამოუხმო დაუძახა აი არარსებულიდან არსებული როგორ შექმნა აი მაგალითად თუ რაღაცა ეხლა ხო ეს შეხებადია ყველაფერი და თუ ეს შეხებადი არ იყო ყველაფერი როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შექმნილიყო ამას ხსნის ძალიან კარგად გრიგოლ ნოსელი რომ მან შექმნა პირველ საფუძვლები ყველაფრისა და ეს ელშადაიზე იმიტომ მინდოდა მე თქვა რომ ეს სტოპ რომელიც მან თქვა რომ მორჩა და ეს ქაოსი რო დამთავრებულიყო რაღაცა ეს საფუძვლები ერთმანეთს უერთდებიან საიდანაც ნივთიერი იქნება ანუ ნივთიერი მას აიმე შიგნიდან კი არ გამოუღია რომელიც მასში ინახებოდა არამედ არ არსებობდა მაგრამ შექმნა საფუძვლები ამისა და რა შექმნა ღმერთმა რას წერს გრიგოლ ნოსელი მან შექმნა ასეთი რამ რაც არის სიმსუბუქე სიმძიმე სიმტკიცე სირბილე გაიშვიათებულობა სიმკვრივე სისველე სიხმელე სიცივე სიმხურვალე ფერი სახე გარშემოწერილობა მანძილი სწორედ ხსენებული ცნებები ღვთის უშუალო შესაქმე. ანუ ღვთის უშუალო შესაქმე არის მხოლოდ ხსენებული ცნებები. რომლებიც გარკვეულ დრომდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობენ. მაგალითად, სიმსუბუქე და სიმძიმე ცალ-ცალკე არსებობს. მას შემდეგ რაც ურთიერთ შეუკავშირდებიან, ისინი შედეგად ღებულობთ მატერიას. მაგალითად, სიხმელე შეუერთდა სიმსუბუქეს. სიხმელე და სიმსუბუქე ფერს. ფერი, სიხმელე და სიმსუბუქე სიმხურვალეს. შესაბამისად მივიღეთ ცეცხლი. აი ამ პრინციპით თუ დავალაგებთ, თქვა სიმძიმე, სისველე, რაღაცებს ამ შევერთებთ, მივიღებთ წყალს. თქვა სიმსუბუქეს გამჭვირვალობას მან დამებს თუ დავალაგებთ, მივიღებთ ჰაერს და მივიღებთ მიწას. 4 სტიქიონი რომელიც შეიქმნა და ამ 4 სტიქიონისგან არის აბსოლუტურად ყველაფერი. არ არის დედამიწაზე სხვა რაიმე, რომელშიც მეხუთე სტიქიონი იყოს ჩარეული, იმიტომ რომ მეხუთე სტიქიონი არ არსებობს. არის 4 სტიქიონი, რომლისგანაც არის ეს ყველაფერი. შესაბამისად, ეს ელშადაი კიდევ ერთხელ დაუბრუნდი ამ სახელს, რომელიც ნიშნავს რაღაცა ამ ქაოსის შეჩერებას, ამ ქაოსის დაბალანსებას, ნიშნავს სწორედ ამ მრწამსში, რომ მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მფლობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა. ცათა და ქვეყანისა ნიშნავს შემოძვირფასებო, რა თქმა უნდა, ზეციურ სამყაროს და ამქვეყნიურ სამყაროს, ანუ ხილულ და უხილავ სამყაროზეა ლაპარაკი, როგორც ბიბლიის პირველივე მუხლში წერია. დასაბამად ქნა ღმერთმა ცა და მიწა. ცაში მოიაზრება უხილავი სამყარო და მიწაში მოიაზრება ყველანაირი ხილული სამყარო. ასე რომ მრწამსი შეიძლება ითქვას, იმეორებს პირველივე წინადადებას, ბიბლიის პირველივე წინადადებას, რომ მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მფლობელი შემოქმედი ცასა და ქვეყანისა, ხილულთა, ყოველთა და არახილულთა, ეს გახლავთ პირველი მუხლი, არის ზუსტად შესაბამისობა ამაში. ხილულთა, ყოველთა და არახილულთა ნიშნავს რომ აი ეს არახილული მიუხედავად იმისა რომ აი ამ სიტყვით რითიც დავიწყეთ რომ წამს ჩვენ ამ არახილული ძალებისაც წამს გინდა თუ არ გინდა წამს იმიტომ რომ ამას შეიგრძნობ
რომ რაღაცა არახილული ძალები, რომლებსაც თქვა ფიზიკურად ვერ ხედავ, რაღაცა გარკვეულ ზემოქმედებებს ახდენენ. შენ ცხოვრებაზე თუ სხვის ცხოვრებაზე თუ ზოგადად რაღაცა ამ ქვეყნიურად თუ დააკვირდები ამას ყველაფერს, ხედავ ამას ყველაფერს, შესაბამისად იცი რომ თუდაც ის რომ ფარველი ანგელოზი ხავს, რომელსაც ვერ ხედავ. თუ ხილავია, მაგრამ გწამს. ამიტომაც პირველი სიტყვა მწამს იწყება, მერე ჩამონათვალია, ვინ არის შემოქმედი ამ ყველაფრისა და მერე ამბობ ცისა და ქვეყანისა რა თქმა უნდა და ხილულთა, ყოველთა და არახილულთა ნიშნავს იმას, რომ გარდა განამარტო იმისა, რასაც ვხედავ, რომ თქვათ აქ საზოგადოება თუ ნივთიდებს თუ რაღაცა, არამედ ყოველივე იმისა, რასაც ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემი სარწმუნოებით ვადასტურებ, რომ ისინიც არსებობენ. მე დღეს აღარ დაგვლით, შეკითხვები თუ გაქვთ დამისვით, თუ არა და შემდეგ შეხვედრაზე გავაგრძელოთ საუბარი ამ მუხლებზე, იმიტომ რომ მეც მართალი გითხრათ რაღაცა მოკლედ შეხვედრა მქონდეს და დიდი მადლობა. ეს ნახევარ საათში უნდა წავიდე. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.